ბატონბადრი რომ ხართ ჩვენთან ერთად. მოდით დავიწყოთ პირველ რიგში დღევანდელი დღის შეჯამები და მე წავიკითხე აქ მამკა ხაზარაძის სტატუსი მაგარო ბიჭო არ გატყდე თავისუფლებისთვის ბრძოლა ყველას არ შეუძლია როცა ის მიმართავდა მათედევიძეს. რა ხდება აი დღეს უკვე ამ ქვეყანაში და როგორ ხედავთ თქვენ პოლიტიკური პროცესების განვითარებას? კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გითხრათ მოწვევისთვის. დღეს მეც ახლა პოსტი გავწერე მათედევიძესთან დაკავშირებით. ეს არის კიდევ ერთი გამოკვეთილი მაგალითი თუ როგორ ებრძვის ახალგაზრდა ჩვენი შვილების თაობას როგორ ებრძვის ეს რეჟიმი. თაობას რომლის წარმომადგენლობითაც ჩვენ ვამაყობდით ეს ახალგაზრდები რომლებიც დაჭერილი არის ზოგიერთი გარეთ არის დღეს ერთ-ერთი მათგანი 4 წლით გაამწესეს 4 წლით 6 თვით გაამწესეს სატუსაღოში. ეს არიან ახალგაზრდები რომელთაც უნდა ამაყობდეს ნებისმიერი ხელისუფლება. თუ კი ის არის მართლაც ეროვნული ხელისუფლება და მართლაც ხალხის ინტერესებს გამოხატავს. იმიტომ რომ ეს ახალგაზრდები რით კარნახობენ, როდესაც ისინი ქუჩაში გამოდიან, კარნახობენ თავის სამშობლოს სიყვარულით. ეს ყველაფერი ნაკანახებია სამშობლოს სიყვარულით. და ის მონაწილეობა პროტესტში, რომელიც ჩვენ ნახეთ, იგივე მათე შემთხვევაში, ხო კადრებზეა, ცალსახად. კადრებზეა ეს, რომ მან მოიქნია დროშის ჯოხი და არავის არ მოხვედრია ეს ჯოხი. ეს მაგრამ სამაგალითოდ უნდა რომ დაესაჯა. მოიყვანეს 3 პოლიციელი, რომელმაც თქვა, რომ მიიღეს დაზიანება, თუ მოხდათ ჯოხი, რომელიც კადრ პირდაპირ ჩანს, რომ არავის არ მოხვედრია და ამის გამო, რომ მან მოიქნია ჯოხი იმის გამო, რომ ხედავდა თუ როგორ ექცევოდა პოლიციის ზოგიერთი წარმომადგენელი იქ პროტესტში მონაწილეებს, მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ახალგაზრდებს სასუწარკვეთილი მოქნევა იყო ჯოხის, რომელიც არავის არ მოხვედრია და ამის გამო 4 წლით და 6 თვით გაუშვეს ციხეში, ხო? ეს იმიტომ რომ დაშინდნენ სხვები. იმიტომ რომ სხვა ახალგაზრდებმა იფიქრონ, რომ იცი რა, ნებისმიერი მოძრაობა, ნებისმიერი პროტესტი, ნებისმიერი წინააღმდეგობის გაწევა დასრულდება სატუსაღოში დიდი ხნით გაგზავნით. ამას ემსახურებ, მაგრამ ამათ პრობლემა რა არის და ბიზნეს პრობლემა რა არის, რომ ის საერთოდ არ იცნობს ქართულ საზოგადოებას, ქართულ სულს და საერთოდ არ იცნობს ამ თაობას, რომელსაც პირიქით ესეთი ტიპის ძალადობა, ეს არის ძალადობა, ხო, რომელსაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით. უმძიმესი ძალადობა. ესე ძალადობა პირიქით იწვევს უფრო დიდ პროტესტს, იმიტომ რომ ეს არიან ახალგაზრდები, რომლებიც არ გატყდებიან ძალადობის გამო. ისინი პირიქით უფრო მეტ ენერგიას იძენენ, უფრო მეტი ძალა უჩნდება წინააღმდეგობის გაწევის და ეს იქნება პასუხი მათედევიძის დღევანდელ უსამართლო გადაწყვეტილებაზე. აი მათედევიძე არის თავისუფლებისთვის, სიმართლის და ადამიანური ღირსებისთვის ბრძოლის სიმბოლო. მისმა გაუტეხლობამ კი ის სინათლე შემოიტანა ქართულ საზოგადოებაში, რომელსაც საკნის კედლები ვერ დააბნელებსო. ეხლა ვკითხულობ სწორედ თქვენს ფრაზებს და განვითარებას როგორ ხედავთ ბატონბადრი პროცესებისას. ჩვენ ხო ვიცით, მათესთვის დღეს გამოტანილი განაჩენი იმას ნიშნავს, რომ ყველა სინდისის პატიმრის მიმართ იქნება ანალოგიურად სტიკი განაჩენი გამოტანილი. მერე რა რომ მტკიცებულებები არ არსებობს, მერე რა რომ უდანაშაულოები არიან, ეს განაჩენი იქნება მათ მიმართ გამოტანილი. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, როგორ გრძელდება პროცესები? აქვე შემოვიტანდი პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრების თემასაც, ეხლა ნიკა გვარამია საუბრობდა, ეს ალბათ ხვალინდელი დღის წინ მისი ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ იყო. სავარაუდოდ გვარამია ნიკა მელიას, ოქრუაშვილს, ირაკლი ოქრუაშვილს ზურა ჯაფარიძეს მიუჯდება გვერდით. სავარაუდოდ დიდი შანსია თქვენი და მამუკა ხაზარაძის ამბავიც დამთავრდეს ასევე პატიმრობით, იმიტომ რომ წინა საპატიმრო გირაო არ ნიშნავს პატიმრობისგან გათავისუფლებას. აი როგორ წარმოგიდგენიათ ახლა პროცესების განვითარება თქვენ? კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ უნდა ველოდოთ ამ რეჟიმისგან კიდევ მეტად მის გაბრუტალურებას. ეს რეჟიმი მაგონებს მანქანაში მსხდომ ადამიანს, რომელიც ჩაჭიდებულია საჭესთან, ამ დროს მუხრუჭებმა უმტყუნა და სიჩქარეს იკრებს და რით დამთავრდება ამ მანქანის მოძრაობა, ყველს ნათელის აუცილებლად შეასკდება წინააღმდეგობას, შეასკდება და დაინგრევა. აი ესეთი
ანალოგია მინდა მოგიყვანოთ. ხო, ეხლა ამათ მართლაც მუხრუჭებმა უმთხუნა საერთოდ ჩაბღაუჭებული არიან საჭეს, მაგრამ მანქანა ისეთ სიჩქარე აკრიფა, რომ ეს დამთავრდება უსულოდ ამ მანქანის მსხრევით. ეს არის გარდაუვალი, ეს ყოველთვის ყველა ქვეყანაში ესე დასრულებული, ამიტომ ჩვენ უნდა ამას დაუპირისპიროთ. მოთმინება, შეურიგებლობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ ნიხილის განვითარების და გაღვივების საშუალება და ადამიანს უნდა უთხრათ, რომ ავიღოთ მაგალითი ამ ახალგაზრდებისგან, რომლებმაც დღეს უპასუხეს მათ ეს დაკავებას ქუჩაში გამოსვლით. აი ეხა კაცშიც ჩანს თქვენ სულ არაჩვეულებრივი თაობა. ამ თაობის არის ეს ქვეყანა. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ თაობას გაუყვალოთ გზა, მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ, რომ ისინი ამ ქვეყანაში განვითარდნენ, ამ ქვეყანაში მიაღწიონ წარმატებას, არ იფიქრონ ამ ქვეყანას წასვლაზე, ეს არის ჩვენი ამოცანა. მათ შორის ჩვენი თაობის პოლიტიკოსების და ზოგადად პოლიტიკური პარტიების. თუ ჩვენ ამ ამოცანას შევასრულეთ მაქსიმალურად ყველგან, ყველა ადგილზე, ყველა ფრონტზე. იცით რა მინდა რომ მკითხოთ, აი დღევანდელი დღის მთელი სიგიჟეები, მე მაყურებელს ვეთქვი მოგვიანებით ჩვენ შევეცდებით რომ შემოგთავაზოთ ეს კადრები დღის ბოლოს, ანუ რაც ვნახეთ, ერთი მათეს სასამართლო, შემდეგ იქ რაც ხდებოდა სხვა სინდის პატიმრების სასამართლოები, დაბარებული ჟურნალისტები, დაბარებული პოლიტიკოსები, ახლა ელისაშვილი გამოაძევეს საკუთარივე სასამართლო პროცესიდან დაჯარიმების შემდეგ და ნაცემი აქტივისტები, ჩემი მეგობარი წერდა, ახალგაზრდა მეგობარი ერთი, გაუგნებული, რომელიც როგორც წესია, ასე დარბევებში არ მონაწილეობდა ხოლმე, არ იყო ხოლმე ამისი მონაწილე, რომ თმები ამონგლიჯესო, ახალგაზრდა ულამაზესი გოგო, ხო? აი ამ სიგიჟეების შემდეგ, Facebook სტატუსების გამო, საბჭოთა დანოსებით გამართული სასამართლოების შემდეგ, ძლიერი საქართველო ისევ რჩება საკუთარ პოზიციაზე, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს გულისხმობ ამ შემთხვევაში ბატონო ბადრი, აქვს ამ ხალხთან თუნდაც არჩევნების ენით საუბარს, ვიცი რომ ბოლო დღეებში გაქვთ აქტიური შეხვედრები, ყველაზე მწვავედ ვინც გაკრიტიკებთ იმ ადამიანებთანაც მათ შორის, ხო? აი რა არის დღეს თქვენი სათქმელი? მე არ ვიცი საბოლოო გადაწყვეტილება აქვს თუ არა თქვენს პოლიტიკურ გუნდს მიღებული. აი ამ რეალობაში აზრს ისევ ხედავთ, ისევ განიხილავთ არჩევნებზე გასვლას. ზოგადად შევთანხმდეთ, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს დემოკრატიული გზით. დემოკრატიული გზით ნიშნავს არჩევნების გზით. ნუ დემოკრატია არ გამორიცხავს არც ხალხის აჯანყებას, ამაზე შევთანხმდეთ, ხო? ანუ არჩევნების გზით. რევოლუცია ნუ შეგაშინებს ჩემო მკითხველო, ხო, იცით ეხლა გადასარევად. რასაც გულისხმობ. ჩემი წინა, ასე ვთქვათ, ცხოვრებისეული გამოსვლები და გეტყვით, რომ ერთადერთი სწორი გზა არის, რომ ეს ხელისუფლება შევცვალოთ დემოკრატიული გზით. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ამბობ, დემოკრატიული გზით ცვლილება გულისხმობს არჩევნების გზით ცვლილებას. ჩვენი ამოცანა არის პირველ რიგში ახლა, რომ აღვადგინოთ ის ერთობა, რომელიც შეიკრიბა ერთი პერიოდი პრეზიდენტთან ერთად, შემდგომ მოხდა ამ ერთობის ერთგვარი გაღარიბება იმ თვალსაზრისით, რომ ამდენი კოალიციები გამოაყრდნენ და ჩვენი ამოცანაა, რომ ერთად შევიკრიბოთ და ერთად მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება საუკეთესო ინტერესებში ამ ქვეყნის. შეიძლება ვეღარ შეიკრიბოთ, იმიტომ ნახევარი უკვე ციხეშია. კიდევ ერთხელ ჩვენ კიდევ ერთი დაემატება. შეიძლება ჩვენს აღმოჩნდეთ საპატიმროში, მაგრამ ეს არნიშნავს, რომ ჩვენს მაგივრად სხვები არ უნდა წარმოადგენენ კოალიციას, ხო? ჩვენ ხო არა ვართ ერთ პარტიაზე, ერთ ადამიანზე, ან ორზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალები. ეს არის სწორედ ჩვენი სიძლიერე, ძლიერი საქართველოს სიძლიერე, ის არის, რომ ის არ არის ერთი ან ორი ან სამი ადამიანზე დაყრდნობილი პარტია, ჩვენ ყავს უამრავი ლიდერი. შესაბამისად, თუ ჩვენ დაგვაპატიმრებენ, პირობითად ვამბობ, სხვებმა უნდა წარმოგვადგინონ იმ ერთობაში, რომელიც აუცილებელია ასეთ ტიპის გადაწყვეტილების მისაღებად. ეხლა არის ჩვენი ამოცანა სწორედ ეს, რომ გადაწყვეტილება მივიღოთ, ერთმანეთს ვესაუბროთ არა დისტანციურად, ერთი მხარე ამოვდეს, რომ ჩვენ მე ესე ვფიქრობ, რომ სწორია და შენ თუ არ იზიარებ ჩემას, ეს არასწორია და მოხდებოდეს ბულინგი. არამედ ყველანი ერთად შევიკრიბოთ, არსებობს პრეზიდენტის პლატფორმა და პრეზიდენტთან ერთად მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელსაც აქვს ექნება უფრო მეტი პერსპექტივა იმისათვის, რომ დაჩქარდეს ამ ხელისუფლების ჩანაცვლება დემოკრატიული გზით. ამიტომ მე შემიძლია ეს გითხრათ, რომ ეხლა ჩვენი ფოკუსი არის სწორედ იმაზე, რომ ერთობა აღვადგინოთ.
ხო, რომელიც ალბათ ძალიან გაჭირდება გამომდინარე მათი პოზიციებიდან. ხო, და ამიტომ მე მინდა ჩემ კოლეგებს მოვუწოდო, რომ ყოველგვარი პირობის გარეშე. მაგალითად იგივე ხუთიანისგან, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ შემოგვხვდება. ხო, და მე მინდა მოვუწოდო, ჩვენ ამ შეხვედრებისას მშობლებთან იქნებოდა ეს თუ პროტესტის მონაწილე ჯგუფებთან, ყველას თხოვნა იყო, რომ მაქსიმალური გავაკეთოთ ერთიანობის აღსადგენად. მაგრამ ერთიანობის აღსადგენად წინაპირობები არ უნდა დავუსვათ ერთმანეთს, ხო? ჩვენ უნდა თქვათ, რომ ეხლა ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა, რომ ჩვენ ყველანი ერთად შევიკრიბოთ, ვიმსჯელოთ და მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება უკეთესი საზოგადოებისთვის, ამ ქვეყნისთვის, ამ ძალიან რთულ პოლიტიკურ ვითარებაში. რთულ ვითარებაში. ბატონო ბადრე, მე უდიდეს პატივს გცემ თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება თქვენს მიმართ, მაგრამ აი მართლა გულწრფელი პასუხი მინდა ეხლა პოლიტიკოსი ბადრი ჯაფარიძე, ცოტა ხნით რომ დავივიწყოთ, მოქალაქე ბადრი ჯაფარიძეს მინდა ვკითხო რა. აი ამ რეალობაში, როდესაც პანტაპუნტით უშვებენ ადამიანებს ციხეში, თქვენივე თანაგუნდელი დღეს სასტიკი ფიზიკური ანგარიშწორების მსხვერპლი კაცი გაიტაცეს სასამართლოდან ოფიციალურად ვიღაც მანდატურებმა ზონდერებიო თაზომახსენა ხო აი ამ მოძალადე ხელისუფლის ბჭყალებში ჩავსვამდი პირობებში აქვს აზრი განხილვას თუნდაც ადგილობრივი არჩევნების და თქვენ ახსენეთ პრეზიდენტის პლატფორმა როცა შეხვდით გუშინ სალომე ზურაბიშვილს მან ხომ ღია დააფიქსირა საკუთარი პოზიცია არჩევნების თაობაზე რა გითხრათ შეიცვალა თავისი მოსაზრება ამ თემაზე ჩვენ ვისაუბრეთ გუშინ ერთიანობის აღდგენის გზებზე და ამის აუცილებლობაზე. მე შემიძლია ეს გითხრა. ოპოზიციის შიგნით მის პლატფორმაზე. რა თქმა უნდა, ჩვენი საუბრის თავარი თემა იყო ის თუ როგორ მოხდეს პრეზიდენტის პლატფორმის ირგვლივ ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტორის გაერთიანება. ჩვენი შეხვედრის მიზანი იყო ეს და შემდგომ, როდესაც ეს ერთიანობა შედგება, ჩვენ უნდა გქონდეს ღია საუბარი, გულწრფელი საუბარი და ვიხევსგანოთ ცივი-გონებით. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღოთ ერთობით, ამ გადაწყვეტილების ერთგული უნდა ვიყოთ. ერთობით უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული, ჩვენ ამის მომხრეები. ანუ მაინც გაქვთ იმედი, რომ ეს ერთობა შედგება? კატეგორიულად ეს არის შეკვეთა. კიდევ ხო, ეს არის დაკვეთა საზოგადოების. ჩვენ ვალდებული ვართ საზოგადოების დაკვეთას ანგარიში გაუწიოთ, რომ ერთობა მათ სულ დაინახონ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვრო, ჩვენ ყოველთვის მომხრე ვიყავთ ამ ერთობის ერთიანობა, როცა გინდა წინასწარ პირობები არ უნდა დაუყენო ერთმანეთს, უნდა შევიკრიბოთ და გამოვიდეთ იმ ვითარებიდან, რომელშიც ვიმყოფებით, რომელშიც ძალიან ძნელია რაიმე იდეალური გამოსავალი მოძებნო, ხო? არსებობს რამდენიმე გზა და ეს გზები უნდა დავწონოთ ერთად. ნებისმიერი გზა, რომელსაც უფრო მეტი ასე ვთქვათ, პერსპექტივის მოტანა შეუძლია ამ ურთულეს ვითარებაში, რომელსაც შეუძლია შეარყიოს ეს ხელისუფლება, შეასუსტოს ეს ხელისუფლება, ის გზა უნდა ავირჩიოთ. როდის იტყვით საბოლოო გადაწყვეტილებას, ბატონო ბადრი და ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, არ ვიცი, მიპასუხებ თუ არა, ან გაქვთ თუ არა იქიდან პასუხი, მაგრამ გუში როცა მაგალითად გენერალური მდივნის ერთ-ერთ მოადგილედ დაასახელეთ ვეფხია კასრაძე, სინდისის პატიმარი, სავარაუდოდ მასთან იქნებოდა ხო ეს შეთანხმებული, ხომ არ იცით მაგალითად მისი პოზიცია, ციხეში მყოფი თქვენი თანაგუნდელის პოზიცია ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ეს პროცესი, რაც ამ წუთებშიც თბილისში ხდება, ქუჩაში ისევ გამოსული უამრავი ადამიანი, ვეჭვობ, რომ კიდევ უფრო გაიზრდება და გაიზრდება, კიდევ უფრო დაიძაბება. შეგახსენებთ, რომ ხვალ სავარაუდოდ კიდევ ერთი თქვენი კოლეგა, პოლიტიკური ლიდერი აღმოჩნდება ციხეში. აი ამ რეალობაში, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მაინც მიიღოთ გადაწყვეტილება არჩევნებში გასვლის მე რა წარმომედგენია იცით რა უნდა გავაკეთო იმისათვის რომ ეს ხალხი გამოვიდეს გარეთ მე ამაზე ფიქრი წარმომედგენია ეს არის თავი აი როგორ წარმოგიდგენიათ მათი გამოყვანა ის რაზე ჩვენ საუბრობთ გვინდა რომ სწორედ განვიხილოთ სხვა აქტორებთან ერთად იმიტომ რომ პასიურობით და კაპიტულაციით ამას ვერ მოვახერხებთ ხო პასიურობით და შებრძოლების გარეშე ამას ვერ მოვახერხებთ ეს ნამდვილად ვიცი ამ ადამიანების განთავისუფლება სჭირდება შენგანაც ბრძოლა ხო ამიტომ ჩვენ გვაქვს შენი ხედვა, რას ნიშნავს ბრძოლა, იმიტომ რომ ბრძოლა უნდა იყოს ყველა ფრონტზე, მაგრამ ამისთვის გვინდა რომ ერთად ვიმსჯელოთ, ხო? იმიტომ რომ საუბარი იმაზე, რომ ურთულეს ვითარება ეს ყველამ ვიცით, ის რომ პოლიტიკური ლიდერები დაპატიმრებულებიან ყველამ ვიცით, მე
მინდა გითხრათ, რომ ეს წლები 80-იანი წლების ბოლოშიც აპატიმრებდა უშიშროების კომიტეტი დისიდენტებს, აპატიმრებდა ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრებს, მაგრამ იქ იყო მკაფიო გამოკეთილი ოპოზიციის ერთი ნაწილის მიერ მკაფიო გზა, რომელსაც მიგვიყანა ქვეყნის განთავისუფლებამდე. მე მინდა უბრალოდ გაგახსენოთ ის, რომ მაშინაც ეხლა ეს ხელისუფლება რაც არის, ეს არის კომუნისტური პარტიის გარკვეული პაროდიაც, იმიტომ რომ ის არა აქვს ასე ვთქვათ, ის ressursები და ის სიმძლავრე, რომელიც ჰქონდა საქართველოს კომუნისტურ პარტიას, მაგრამ იქცევა როგორც მაგრამ არის პაროდია, იმიტომ რომ იმას იმეორებს ერთპარტიული, ახლა დღეს რა ვითარებაც არის ამ ქვეყანაში, ჩვენ გვაქვს ერთპარტიული არალეგიტიმური მმართველობა, ოღონდ ერთპარტიული, რომელიც იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება ოპონენტების შევიწროებას, ემსახურება ძალაუფლების გამტკიცებას და ამიტომ მოიყვანეს სწორედ ის მაგალითი, რომ ჩაბღაუჭებული არიან ამ საჭეზე და ამ დროს მთელი მანქანა გაექცათ და ეს მანქანა აუცილებლად დაიმსხვრევა. და შესაბამისად ეს არის ჩემი პასუხი იმაზე, თუ რა არის საუკეთესო გამოსავალი ამ ვითარებაში. ბრძოლა არის გამოსავალი ამ ვითარებაში. ბრძოლა ყველა ფრონტზე და ამაზე გვინდა რომ იმჟელოთ ჩვენს კოლეგებთან. და ამიტომ არის რომ ის ვითარება, რომელშიც ვიმყოფებით, არის უმძიმესი. დღეს ყავს პოლიტიკურ პარტიებს უკვე 60 გადააჭარბა, 70 გახდება მალე, შეიძლება ხვალე 80-იც გახდეს, მაგრამ ეს გვიბიძგებს რისკენ. გვიბიძგებს იმისკენ, რომ უფრო გავააქტიუროთ ბრძოლა, თუ პირიქით რომ პასიურები გავხდეთ. პასიურები არ უნდა გავხდეთ. ამიტომ ჩვენ უნდა ნახოთ, რას ფიქრობენ ჩვენი კოლეგები ბრძოლის აქტიურ ფორმებზე, რა აქტიურ ფორმა წარმოუდგენიათ. ფიქრობენ რომ არა. რომ არ აქტიური ბრძოლაზე უარსაბობენ, არა ამაზე მინდა, არა ეს წამო. როგორც არჩევნებს, როგორც აქტიურ ფაზას ბრძოლისას ისე არ. მად არის ბევრი კითხვები მიშდება, რატომ იქნებით უკეთესად, როდესაც ქართული ოცნება ყველაფერს 100% დაეპატრონება, მე მინდა პასუხი გავიგო, რატომ იქნებით უკეთესად და რატომ დაჩქარდება პოლიტპატრონების განთავისუფლება. მე ამ კითხვაზე მინდა პასუხი მოვისმინო. იმიტომ თქვენს გაინტერესებთ ალბათ, როცა რაღაც არჩევანს აკეთებ, თუ მივყვებით ბოიკოტში, უნდა ვკითხოთ, რომ წავედით ბოიკოტში, ამის შედეგად რატომ ადვილდება პოლიტპატრონების განთავისუფლება. ამაზე უნდა გავცეს ვიდრე პასუხი. ფიქრობთ, რომ ადვილდება? არა, ახლა ბოიკოტისგან მოგიწოდებს ვიღაცა, გვეუბნება რომ ასე ჯობია, ანუ მაგრამ არჩევნებით გაადვილდება, ფიქრობ? არა, მე ბრძოლა რომ არ ყევს ხელისუფლებას, ეს ნამდვილად ვიცი. ბრძოლის გარეშე რომ ხელისუფლება პირიქით უფრო მეტ კონსოლიდაციას ახდენს თავის ძალაუფლების, ეს ნამდვილად ვიცი, ხო? მე მაგ უბრალოდ მინდა მართლა ამჟელობისაც კითხვა დავსვა, რომ რატომ იქნება ჩვენი საზოგადოება უკეთეს მდგომარეობაში, თუ უბრძოლველად ქართული ოცნება დაეპატრონება ყველაფერს 100%. რატომ იქნება ჩვენი საზოგადოება უკეთეს მდგომარეობაში? მაქვს ამ კითხვის დასვლის უფლება ჩემ კოლეგებთან, მაგრამ მე ეს განხილვა მინდა მქონდეს სწორედ პრეზიდენტის პლატფორმაზე. და რა გითხართ პრეზიდენტმა, რომ მზადა, რომ პრეზიდენტი რა თქმა უნდა ერთიანობის ხარდამჭერია, გულხურვალე და ეს იყო მისი ყოველთვის მიზანი, რომ ყველას თავი მოგვეყარა ამ პლატფორმის ირგვლივ. და ჩვენ ერთგულები დავშით ამ იდეის ამ პლატფორმაზე. პირველივე დღიდან იქ ვართ, დღესაც იქ ვართ და ჩვენ გვინდა რომ სხვა მოთამაშეები, სხვა პოლიტიკურ აქტორებიც პირობების დაყენების გარეშე მოვიდნენ და ვიმსჯელოთ ერთად, იმიტომ რომ ერთობა არის დღეს ერთადერთი სწორი პასუხი და ეფექტური პასუხი ქართული ოცნების ამ ბრუტალურ ნაბიჯებზე. ვეფხია კასრაძეზე გკითხეთ ბოლოს ეს მაინტერესებს, ანუ მისი პოზიცია ხომ არ იცით, ხო? რადგან გენერალური მდივნის მოადგილედ დაასახელეთ, მივესალმები აქედან ბატონ ვეფხიას და მალე თავისუფლებას ვუსურებ, მაინტერესებს მისი აზრი ამ თემაზე, თუ იცით, შეიძლება არ იცით. უშუალოდ მიწერ-მოწერა ვეფხიასთან ამას დაკავშირებით არ მქონია, მე ვიცი ზოგიერთი პოლიტპატრონის პოზიცია, ზოგს გარკვეული არ აქვს, გამოქვეყნდა ზოგიერთი მათგანის საჯარო წერილი, რომელიც ფიქრობენ, როგორ აჯობებს, იმიტომ ეს არის სწორი პასუხი. ფიქრი, ერთად განსჯა, ერთად გაანალიზება და მე ვფიქრობ, ეს არის სწორი და არა დაუშვათ ერთმანეთს პირობები დავუყენოთ, რომ მე ესე მიმაჩნია, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა და შენ ამას თუ არ ეთანხმები, შენ შეცდომას უშვებ. მე ვფიქრობ, რომ მსჯელობის შედეგად უნდა მივიდეთ ერთობლივ გადაწყვეტილებაზე და ჩვენ ამის მომხრეები ვართ. დიდი მადლობა. მადლობა მინდა გადაგიხადოთ, წარმატება მინდა გისურვოთ.